მან განაცხადა რომ ბიზინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის არ მჯერავს. იმიტომ რომ მის რაიონში, ანუ რაიონი იგულისხმა თუ სოფელი, არ ვიცი. მან თქვა, ჭორბილა იგულისხმა ალბათ. მან თქვა რომ ოპოზიციური სპექტრი, ოპოზიციური პარტიები ვერც კი შედიან იმ რაიონში იმისათვის რომ რაღაც მინიმალური აგიტაცია ჩაატარონ და მინიმალური რაოდენობა ხმებისა მიიღონ. ანუ ყველა ხუთიანს ხაზავს იმ რაიონში, ასე თქვა, რამდენადაც მახსოვს და თქვა რომ უფრო მეტად მეჩვენება რომ ეს არის რუსული პროექტი, ან არ ვთქვი ასე, უფრო მეტად მეჩვენება რომ ეს არის რუსული პროექტი, ან არის ნაციონალური მოძრაობის პროექტი. მოკლედ, მან თქვა რომ მზე ჭაბუკისა მას არ შეეროდა. სტარიას გასაგებია ცხოვრება არის დინამიკა, ჩემო კარგო. ადამიანები ვწდებით და თუ ვაღიარებთ რომ ვწდებით, უამრავი დღეში 7 შეცდომა მაინც მომდის მე, მაგრამ განსხვავებით სხვებისგან მე შემიძლია ეს ვაღიარო. თუ ადამიანი დამარწმუნებს რომ მე ვწდები, ესე იგი უნდა დავრწმუნდე რომ ვწდები. მე 6 ოქტომბერს არ შემგვწდარ ვარ და დღესაც ვჯერა რომ ქართული ოცნების წარმატების ფორმულა არის კოალიციის გაფართოებაში, რაგინდ განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს ამასთან რესპუბლიკურ პარტიას. და უფრო მეტიც, პირადად ჩემთან დამოკიდებულებაში მიმაჩნია რომ პოზიტიური როლის თამაში მე შემიძლია. ეს არის სერიოზული, ორგანიზებული ანგარიშ გასაწევი ძალა განსაკუთრებით აჭარაში. იმიტომ რომ რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაცია დღეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა ემსახურეს საქართველოს ნაწილი, იმიტომ რომ მას უამრავი ახალი ადამიანები შემოუერთდა. ეს წარმატებული პოლიტიკური სტრუქტურა იყო აჭარის რეგიონში, იმიტომ რომ თუ თქვენ გადახედავთ რესპუბლიკური პარტიის მიღებულ შედეგებს საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული წესით, აი გავლილ პერიოდში, არა აჭარაში მიღებული შედეგები ორჯერ სამჯერ აღემატება საერთო ეროვნული მასშტაბით მიღებულ შედეგებს. ნიშნავს რომ სტრუქტურა კარგად მუშაობდა იქა. ის სტრუქტურა წარმოადგენს დღეს ემსახურეს საქართველოს. ბატონ მურმან, თქვენ პირველი არ ხართ რომელიც ამბობს რომ რესპუბლიკელები ბლოკავენ ქართულ ოცნებაში. კოალიციის ლიდერები სულ აცხადებენ რომ გადაწყვეტილებები მიიღება ურთიერთშეთანხმების გზით კოალიციაში. ანუ ჯერ შეხვდით დათო უსუფაშვილს და გითხრათ ის რაც თქვენ უკვე ბრძანეთ და ამის შემდეგ ბიზინა ივანიშვილი ინტერვიუში ამბობს რომ თქვენ არ ხართ დასაკარგი კაცი, ასე ვთქვათ. ანუ რა ხდება რეალურად რომ თქვათ, ანუ აქედან გამომდინარე ნიშნავს ეს იმას რომ შეუთანხმებელი, ანუ შეიძლება უსუფაშვილი ნანობდეს იმას რაც თქვენ გითხრათ და ბიზინა ივანიშვილმა ერთგვარად გამოასწორა მისი ეს აქციელი თუ კოალიციაში არ არის შეთანხმებული განცხადებები და ესე იგი მე და ეს განცხადება მე წავიკითხე, მე ვფიქრობ რომ ეს იყო გაზეთი თქვენთან არა, პრაიმ-ტაიმ ვერსიაში, ახალი ვერსიაში იყო. ესე იგი, მე უნდა გითხრათ რომ ჩემი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელმა კომიტეტმა, 7 ადამიანი შედის. ამ 7-დან ამ 7-დან ერთ-ერთი ნამდვილად ვიცოდი, კენჭისხრა იყო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა დებატები. მე ამ სამწუხაროდ ამ სხდომას არ ვესწრებოდი. იმიტომ რომ აქაც ცოტა მორალური თვალსაზრისით გამომართლებელი სხდომა იყო, იმიტომ რომ ლაპარაკი მიდიოდა კაცზე, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა. მე მართალია ვიცოდი რომ სხდომა ტარდებოდა, მაგრამ აი გულწრფელად გეუბნებით რომ მე არ ვიცოდი თუ ჩემი საკითხი გადიოდა ამ სხდომაზე, თორემ მე რომ ცოდნოდა რომ ჩემი საკითხი გადიოდა, ბუნებრივია დავესწრებოდი ამ სხდომას. ესე იგი მე ნამდვილად ვიცოდი აქამდე, აი თქვენ შეკითხვას ვპასუხობ, მე აქამდე ნამდვილად ვიცოდი რომ დავით უსუფაშვილს ჩემი გარიცხვისთვის ხელი არ აუწევია. ის იყო წინააღმდეგი. აი ახლა ამ გაზეთი ახალი ვერსიით გავიგე რომ თურმე თინა ხიდაშელსაც ჩემთვის მოუწია ხმა, ანუ ის წინააღმდეგი, ანუ უსუფაშვილი ხიდაშელი ჩემი გარიცხვის წინააღმდეგი ყოფილან, აი ამით დავადასტურე. იმიტომ რომ ოქში მომივიდა, მე ეს ოქმი მაქვს, ოქში წერია რომ 7 კაციდან 2 იყო წინააღმდეგი გარიცხვისა და 5 თინა და უსუფაშვილი. არა, ის ამბობს რომ პოლიტიკურად და ტაქტიკურად სწორად მოქცეულ ვართო, ხო? არ ვიცი ამას რა საფუძველი აქვს და რის გამო ამბობს, არ ვიცი. ესე იგი
თქვენ შეკითხვას რო უპასუხო, მე ვფიქრობ, რომ ბიძინა იმანიშვილი სწორად ფიქრობს, მაგრამ ესე იგი კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ რესპუბლიკური პარტიის პოზიცია, რომ უკან მივბრუნდეთ, თქვათ, რესპუბლიკურ პარტიაში, არც უზნეოა და არც პოლიტიკურად გამომართლებელი, იცით, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ ურთიერთობები უნდა დაალაგდეს, რა არის ამაში ცუდი. იმიტომ რომ რაღაც განხეთქილება არის, რაღაც პოზიციათა სხვაობა არის. არა, გამორიცხული მე ხო გითხარით რომ მე ვუპასუხო, ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. მე 20 წლის განმავლობაში ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, მაგრამ მისი მხრიდან პოზიცია, რომ უკან მივბრუნდი, არ არის უზნეო საქციელი. აი მე და თქვენ ურთიერთობები გაგვიფუჭდა, მაგრამ მე ვცდილობ რომ დავალაგო ეს ურთიერთობები. ცუდია თუ კარგი? კარგია რა თქმა უნდა. და ეხლა რა შეეხება მეორე ნაწილს, მე ვამბობ რომ პოლიტიკურად ფსარი კი არა, უზნეოცაა. ბატონ მურმან, რამდენადაც მახსოვს თქვენ რესპუბლიკური პარტიიდან თქვენი წამოსვლა უკავშირდებოდა იმ სერიოზული ასთა განხეთქილება გამოიწვია აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის პოზიცია. ეს საკითხი ბოლო დღეებში წამოიწია და საპატრიარქომაც გაავრცელდა სპეციალური განცხადება. როგორ ფიქრობთ, რამდენად ამხედრაში არის რესპუბლიკური პარტიის პოზიცია საპატრიარქოს პოზიციასთან და და თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პოზიციასთან. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ეს თემა წამოვიდეთ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენი და რესპუბლიკური პარტიის ურთიერთობები უფრო ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისათვისაც, მე ვფიქრობ თქვენთვისაც, ვიდრე ეს ძალიან უნიშნულოვანესი თემა. მე მინდა რომ აქ ვიყო ძალიან გულწრფელი და მინდა ისიც გთხოვოთ, რომ მე მსურს რომ თქვენ ძალიან დამიჯეროთ მე, იმიტომ რომ ბათუმის საკითხი და განსაკუთრებით აჭარის საკითხი და განსაკუთრებით აჭარლობის საკითხი ისტორიული მეხსიერება გვარ ნახავს ასე. ჩვენ უფრო კარგად ვიცით, დამიჯერეთ მერწმუნეთ. იმიტომ რომ დიახ, იმიტომ რომ აქ გამოიტყვა, მაგალითად არის ასე ცნობილი მეცნიერი გიორგი ოთხმეზური. ერთხელ განცხადება გააკეთა პირველ არხზე, რომ ერთი მეჩეთი კი არაო, თურქეთმა ერთი მეჩეთი კი არაო, 400 მეჩეთიც რომ ააშენოსო ბათუმშიო. მე მაინც მირჩევნია რომ ოშკი გადარჩენსო და ამაში მე რაიმეს ვერ ვხედავ. 400 მეჩეთი კი არა, ნახევარი მეჩეთიც რო ააშენოს ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ თურქეთისა და საქართველოს პოლიტიკური ხელშეკრულების შედეგად რო აშენდეს, ეს იქნება კატასტროფა. დამიჯერეთ, ეს შედეგი შეიძლება არ მივიღოთ დღეს, ხვალ, მაგრამ 10-20 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ უაღრესად, უკიდურესად გამწვავებულ შედეგს, იმიტომ რომ თურქეთს დღევანდელ თურქეთის სახელმწიფოს, რომელიც არის ოსმალეთის სახელმწიფოს მემკვიდრე, პრეტენზიები აქვს ამ ტერიტორიაზე. დამიჯერეთ, ის რომ გაზეთებში იწერება და მათ შორის თქვენს გაზეთშიც იწერება, რომ 20,000 თურქი ცხოვრობს, ეს არის ნამდვილი. ეხლა ექსკლუზივს მოგცემთ ახალ ინფორმაციას. აი, რამდენიმე დღის წინ მე უამრავ ადამიანს ვიცნობ და მათ შორის ეროვნებით თურქ მოქალაქეებს, ეთნიკურ თურქებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მე მაქვს ინფორმაცია მიღებული, რომ ისინი აპირებენ გაზეთის გამოშვებას თურქულ ენაზე ბათუმში. იმდენად ბევრი არიან. მე ეს მაფრთხობსა და მაშინებს. მე რომ ვიყო 75 მილიონი და თურქეთის სახელმწიფო იყოს 4 მილიონი, მაშინ შიში ნაკლები იქნებოდა. მე ვშიშობ, იმიტომ რომ დედამიწა და სოფლიო და მიწები არ არის გადანაწილებული და კიდევ ნაწილდება და კიდევ გადანაწილდება. 2008 წელი იყო აგერ 3 წლის წინ და კოსოვო აღარ არის სერბეთის ნაწილი. და 800 წლის წინ და 700 წლის წინ კოსოვო არ იყო ისმალური კულტურის ნაწილი. იმ კოსოვოშიც არის მართლმადიდებლური ძეგლები, დააკვირდით, ნახეთ, მოიკითხეთ, ნამყოფი იქნებით. მე მაფრთხობს და მაშინებს პოლიტიკური ხელშეკრულების შედეგად, ესე იგი ჩვენ მეჩეთის, ესე იგი კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი, რომ ჩემი წინაპარი, ჩემი ბებია, ჩემი ბაბუა, ჩემი ნათესავი, ჩემი მეგობარი, ჩემი ამხანაგი, ახლანდელით, ცოცხალიცსა და წასულიც მუსულმანი იყო და არავითარი პრობლემა თვალსაზრისით არ არის. 150 მეჩეთი ფუნქციონირებს აჭარაში. 150 მეჩეთი. ერთადერთი მეჩეთია ქალაქ ბათუმში. მაგრამ ეს ერთადერთი მეჩეთი აშენებული მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, რუსეთ-თურქეთის ომამდე. აშენებულია ქართველი მუსლიმანის ახმედ ხიმშიაშვილის მიერ. არაუშენებია ეს თურქეთის სახელმწიფოს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა მეჩეთი, განსაკუთრებით მის რეგიონში აჭარაში. 150 მეჩეთი ყველა აშენებულია ქართველების ხელით. აშენებულია ქართველი მუსლიმანების ხელით. ლოცულებენ ქართველი მუსლიმანები. არ არის იქ რაიმე თურქული ხელი. ეხლა მეუბნებიან რომ თურქეთიდანო ფული შემოდისო, ეგ არ მაინტერესებს. არაოფიციალურად თუ შემოდის, ეგ არ არის დასტური იმისა, რომ თურქეთი აშენებს. შესაძლებელია აქ იყოს რაღაც პროზელიტიზმის ნიშნები. შესაძლებელია ფული შემოედინებოდეს. შესაძლებელია მისი ინტერესი არის და ვიცით რომ ეს ინტერესი არის, მაგრამ არ უნდა აშენდეს. ახალი მეჩეთის აშენება, ანუ ხელშეკრულებაში ჩადებული
უფლების მოპოვება თურქეთის მიერ საქართველოს მთავრობის დადასტურებით რომ ახალი მეჩეთი ააშენოს ეს მეჩეთი არ არსებობს აზიზიეს სახელობის მეჩეთი რასაც თქვენ მეკითხებით ეს დაიწვა არც განახლებაზეა ჩემო კარგო იმიტომ რომ ეს მეჩეთი არ არსებობს ამ მეჩეთის არსებობის ისტორიის შესახებ ჩემმა შვილიშვილმა რომელიც არის 2 წლის არ იცის არაფერი ამ მეჩეთის არსებობის შესახებ ჩემმა შვილის თაობამ რომელიც არის 25 წლის არც იმან იცის ამის შესახებ ამ მეჩეთის არსებობის შესახებ ჩემმა თაობამ რომელიც არის 50 წლის არაფერი არ იცის ამის შესახებ ამ მეჩეთის შესახებ არ იცის არაფერი ჩემი მამის თაობამ რომელიც არის 70 წლის არც იმან ესე იგი ეს მეჩეთი არ არსებობს ესე იგი არარსებული მეჩეთი უნდა ავაგოთ არსებული ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ ეს სახიფათო პოლიტიკური ხელშეკრულებაა თურქეთი გავალდებულებს თურქეთი გაიძულებს თურქეთი იპოვებს ახლის აშენების უფლებას ამ ხელშეკრულებით იმისათვის რომ ოშკი გადარჩეს ეს არის მზაკრული პოლიტიკური ხელშეკრულება საქართველოს მთავრობა ამ ხელშეკრულებაზე არ უნდა წავიდეს და პასუხობთ თქვენ შეკითხვას საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ღიად და საჯაროდ ვაცხადებ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ლიდერები ამ პოზიციაზე არ იდგნენ დღეს დგანან ამ პოზიციაზე ამ პოზიციაზე არ იდგნენ სანამ მე სერიოზული პრობლემები არ შევუქმენ იმას შიგა დახურულ სხდომაზე მე ძალიან ბევრს ვყმათობდი სწორედ აი ამ თემაზე ვლაპარაკობდი რომ ეს ხელშეკრულება არის პოლიტიკური ხელშეკრულება რომ ეს ხელშეკრულება არ არის კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულება ეს მზაკრული ხელშეკრულებაა თურქეთი ამით გაიძულებს შენ ახალი იდეოლოგიური ცენტრი შექმნას უამრავი პროექტები შეიცვალა თუ აკვირდებით 2005 წლიდან მოყოლებული ნიკავაჩეიშვილი სანამ გახდებოდა ბატონი ნიკავაჩეიშვილი სანამ გახდებოდა კულტურის მინისტრი აი იქიდან მოყოლებული კარგია რომ საქართველოს მთავრობა ფიქრობს მისასალმებელია ნაციონალური ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის ნიკავაჩეიშვილის ინიციატივა რომ ის ფიქრობს დღევანდელ ტაო-კლარჯეთში დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე მაშინდელ ტაო-კლარჯეთში დარჩენილ ქართული უმნიშვნელოვანესი კულტურის ძეგლების აღდგენაზე ამაზე კარგი რა არის არც ერთ ხელისუფლებას მოყოლებული ზვიადგამსახურდიას ხელისუფლების დროს და უფრო ადრეც კომუნისტურ ხელისუფლებას ამაზე არ უფიქრია და ამაზე ფიქრი რო დაიწყო ეს არის მისასალმებელი მაგრამ მე ვამბობ რომ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მხოლოდ და მხოლოდ ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე მე გიპასუხეთ ამ შეკითხვასთან და მინდა რომ გავაგრძელო ეს ესე იგი რესპუბლიკური პარტიის სათაო ადამიანები რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ რესპუბლიკურ პარტიაში ამ პოზიციაზე არ იდგნენ მაგრამ დიდი შეხლა შემოხლისა და ჩემი ძლიერი არგუმენტების შემდეგ ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ მე ვარ მართალი მაგრამ ნუ გარიცხვა მაინც მოხდა იმიტომ რომ მე გავუკეთე დღეს კი მე ვნახე ბატონი დავით ბერძენიშვილის გამოსვლა მაესტროზე რამდენიმე დღის წინ და მან განაცხადა რომ ის ეთანხმება იმ პოზიციას რომ ნაცვალგების პრინციპი უნდა იყოს დაცული ამ ხელშეკრულებაში და გარიცხვა მოხდა ესე იგი უფრო მეცაც გეტყვი 2011 წლის მარტში რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალური პოზიცია გამოხატა ამ შესაძლო პოლიტიკურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პრინციპში იყო შუაში გაიარა მაგრამ არც იქით არც აქ შუაში გაიარა მაგრამ უფრო მეტად ეთანხმებოდა იმ პოზიციას რასაც მე ვამბობდი მე უფრო რადიკალური და მკაცრი ვარ მე ვამბობ რომ არ უნდა აშენდეს რესპუბლიკური პარტია ცოტა უფრო მოწესრიგებული ენისა და გონების პარტიაა და ასე არ ამბობს არ უნდა აშენდეს ის ამბობს რომ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საგანი არ უნდა იყოს საკულტო ნაგებობის აგება ვეთანხმები კარგი პოზიციაა მაგრამ ეს პოზიცია დაიბეჭდა 2011 წლის მარტში მაგრამ ეს პოზიცია გამომჟღავდა მაშინ როცა მე ღიად ვამბობ კიდევ ესეც ექსკლუზივია როცა ოფიციალურად დაწერილი მქონდა განცხადება რომ თუ თქვენ ამ პოზიციას არ გაიზიარებთ ჩემს პოზიციას მაშინ მე რესპუბლიკური პარტიიდან გავალ ასეთი განცხადება დაწერილი მქონდა. ანუ მე შევიჩერე რესპუბლიკური პარტიის წევრობა იმის გამო რომ რესპუბლიკური პარტიის სათაო ოფისს არ ქონდა ოფიციალური ვერსია ამ შესაძლო პოლიტიკურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ის რაც მაესტროში და ბატონმა დავით ბერძენიშვილმა ილაპარაკა რომ ეს ხელშეკრულება უნდა იყოს ნაცვალგების პრინციპზე აგებული, ბუნებრივია ნიშნავს რომ ისინი მოვიდნენ ამ გონებაზე და ამ ჭკვაზე და ეს არის კარგი. მდგომარეობა არის სავალალო. ანუ თქვენ ამ ალბათ გექნებათ, ასე ვთქვათ, თქვენეული, ანუ ხედვა ამ ძეგლების გადარჩენის. თურქეთს აქვს თავის პირობები, სხვა პირობებზე არ მოდის. რა არის გამოსავალი? აი, უკრიდან დავიწყოთ. ბოლოდან. თურქეთს თუ ეს პირობები აქვს, ეს ნიშნავს, რომ შენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის.
ოშკი, იშხანი და არა მარტო ოშკი და იშხანი. ხელოვნებაცოდნეები, რომლებიც სპეციალისტები არიან და 1000 ჯერ მეტად უყვართ ოშკი და იშხანი ჩემზე. 1000 ჯერ მეტად გძნობენ მის სიდიადეს. მე ვეთანხმები მათ პოზიციას და იციან მისი პრობლემა 1000 ჯერ მეტად. მე ამას პოლიტიკური სარჩულიდან, პოლიტიკური გადასახედიდან ვუყურებ. განსხვავებით მათგან, მე თურქეთში ოშკიც, იშხანიც, ხანცდაც, პარხალიც, დოლისხანაც, ოთხთა ეკლესიაც მოვინახულე 99 წლის აგვისტოში, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არ იყო